SpaceX-ის გარეშე ვეღარ ვსაუბრობთ, უკვე ყოველ დღე რაღაც ახალი სიახლე აქვთ. წინა კვირას იყო IPO, წინა გადაცემისას სასაუბრო თემა იყო რეკორდული შეფასება, ტრილიონერად იქცა მასკი, საერთოდ SpaceX-ის კაპიტალიზაციამ რუსეთის მთლიანში და პროდუქციას გადააჭარბა და აი ამ მოზიდული კაპიტალით, რაც უკვე დაუგროვდა კომპანიას ლამის 400 მილიარდი გამოჩნდა არსაიდან კომპანიის ანგარიშზე, იწყებენ ისინი უკვე შესყიდვების განხორციელებას, რადგანაც ინვესტორებიდან მოზიდული კაპიტალი რაღაცაში უნდა დახარჯო, მას სახელმწიფო პრემიებად ვერ გამოწერ, უნდა სტრატეგიულად განავითარო რეალურად შენი კაპიტალური დანახარჯებიც და შენი სტრატეგიაც განვითარებისა და აი ამისათვის, სწორედ ამ მიზნით, SpaceX-მა გადაწყვიტა რომ შეიძინოს კომპანია კურსორი. ეს არის ძალიან საინტერესო AI სტარტაპი, რომელიც ქმნის საინტერესო პროდუქტს, უფრო მეტად ეს არის აი OpenAI-ის კოდექსის წინააღმდეგ მიმართული და ასევე Claude Code-ის წინააღმდეგ მიმართული ის დაახლოებით იგივეს აკეთებს, რასაც ეს ხელსაწყოები, უბრალოდ აქვს საერთოდ სხვანაირი მუშაობის ალგორითმი და როგორც ამბობენ, რიგ საკითხებში არის უკეთესი, თუმცა მას სჭირდება დიდი მხარდაჭერა იმისათვის, რომ Anthropic-ისთვის სერიოზულ კონკურენტად იქცეს, რადგანაც Anthropic-ი ტრილიონიანი კომპანიაა და ეს არის 60 მილიარდიანი კომპანია, თუმცა უკვე 60 მილიარდიანი კომპანია, როდესაც ოფიციალურად სრულად გადავა SpaceX-ის საკუთრებაში, მას ექნება წვდომა SpaceX-ის გიგანტურ მონაცემთა ცენტრებზე, ასევე xAI-ის ეკოსისტემასთან და თავად Grok-თან. ამიტომაც კურსორიც ბევრ რამე შეიძლება მას სახელი შეეცვალოს, ალბათ Elon Musk-ის ბრენდინგში შევა ისიც, შეიძლება რაღაც xAI ბოტი დაერქვას, მაგალითად. კურსორი X-იან რაღაც ასეც მოუფიქრებს, მეეჭვება ამ ბრენდინგით ის დატოვოს, რადგანაც ამ ადამიანს ყველაფერში შეჩვევია რაღაც თავის რეკები რაღაც ხო, რაღაცას აუცილებლად მოუფიქრებს, სადაც Twitter-ს X-ი დაარქვა და დღემდე Twitter-ს ეძახით. იქ კურსორი აუცილებლად X-ი ძალიან უყვარს ამ კაცს. ხო, X-ი უყვარს მისი ბავშვობის ოცნებაა, რომ ქონდეს ესეთი მეგა ჰოლდინგი X-ი, რომელსაც იქნება ყველაფერი. Twitter-ის სახელს რატო არის ეს არის? Elon X-ი რატომ არ არის? აქ ერთი საინტერესო დეტალი რაც უნდა თქვა და რაღაცაც საკმაოდ ბევრი შეფასება მოვისმინე, რომ რეალურად ამ და სხვა კორპორაციული გარიგებები თითქოს Musk-მა დაიწყო მომზადება ძალიან დიდი მეგა პროექტების განხორციელებისთვის. ჩვენ ვიცით რომ Grok-ი ნამდვილად ვერანაირ წინააღმდეგობას და კონკურენციას ვერ გაუწევს ვერც Gemini-ს, ვერც OpenAI-ს, მით უმეტეს Anthropic-ს. ხო, ფაქტობრივად ფინანსური მიმართულების გარდა Grok-ი არის დარზე ვენოკი რა, მარტივად რომ თქვა და ამ ფონზე ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს და ეს და მსგავსი გადაწყვეტილებები, რომლებისთვისაც საკმაოდ დიდი ფული მოიზიდა უკვე Elon Musk-მა და ფაქტობრივად ამით გაამზადა საფუძველი, დაიწყებს უკვე იმ რეალური დაპირებების შესრულებას, რაც მხოლოდ ოცნების დონეზე არის ამ ეტაპზე და რისთვისაც რეალურად ენდნენ SpaceX. ანუ ჩვენ კარგად ვიცით, რომ SpaceX-ი ნამდვილად არ ღირს 3 ტრილიონი, არ არის მისი კაპიტალიზაცია სწორად შეფასებული, მაგრამ ის რა მომენტის ახლა ხელში აქვს ჩავარდნილი, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა იმისთვის, რომ სიმართლედ და სინამდვილედ აქციოს თავისი გეგმები. Elon Musk-მა დარწმუნებული ვარ, რომ კურსორ AI არ იქნება მისი ბოლო გაჩერება. ეს ცხადია, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით გააძლიერებს Grok-ის პოზიციებს და კოდსაც შემოიყვანს უფრო მეტად მის სისტემაში, თუმცა პარალელურად უახლოეს მომავალში სხვა კაპიტალურ დანახარჯებსაც და ზოგადად გარიგებებსაც აუცილებლად ვიხილავთ, რაც ცხადია, გამოადგება Elon Musk-ს და მის კომპანიას, რომელიც იმედია ოდესღაც მართლაც გაამართლებს იმ კაპიტალიზაციას, რომელიც ახლა აქვს.